ცოტა ხნის წინ დაასრულდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებისა და სერბეთის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა, რა საკითხებზე იმსჯელეს მხარეებმა, ანუკი ჩხიკვაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში ბელგრადიდან. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასა და სერბეთის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის შორის ოფიციალური შეხვედრა უკვე დასრულებულია. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ევროინტეგრაციის პროცესზე და აღინიშნა, რომ სერბეთსა და საქართველოს ახლა აქვს ერთნაირი გამოწვევები და მისწრაფებები. ამ კუთხით მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებით სერბეთსა და საქართველოში. საქართველომ ასევე ისაუბრა იმ არასამართლიან დამოკიდებულებაზე, რომელიც როგორც მართლგუნდში ამბობენ ევროკავშირს საქართველოს მიმართ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქვს. ასევე საუბარი შეეხო დიპლომატიურ ურთიერთობებს, აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული დიპლომატიური თანამშრომლობა მალე ახალ ეტაპზე გადავა და საქართველოსა და სერბეთში იქნება სრულფასოვანი საელჩოები და დიპლომატიური წარმომადგენლობა. მხარეებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს იმ შეთანხმებისთვის, რომლის ფარგლებშიც 15 ივნისიდან ბელგრადი თბილისი ბელგრადის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაინიშნება, რაც საქართველოსა და სერბეთს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობას კიდევ უფრო განავითარებს, მათ შორის გაიზრდება სერბეთიდან წამოსული ტურისტების რიცხვი საქართველოში. განვიხილეთ ის პროცესი, რომელსაც სერბეთი გადის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მოიხსენებათ სერბეთს უკვე გახსნილი აქვს მოლაპარაკებები და რამდენიმე კლასტერთან მიმართებაში უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს. მათთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი არის 35 თავი, რომელიც მოითხოვს, რომ სერბეთმა მოახდინოს თავის ურთიერთობების ნორმალიზება კოსოვოსთან. მე ჩემი კოლეგა მოვიწვიე თბილისში ვიზიტით და იმედი გვაქვს, რომ წელს უკვე სერბული დელეგაცია ეწევა თბილისს და იმ დროისთვის იმედი გვაქვს, რომ ჩვენც და სერბებსაც უფრო მეტი პროგრესი გვექნება ევროპული ინტეგრაციის გზაზე. სულ მალე დაინიშნება პირდაპირი რეისები ბელგრადსა და თბილისს შორის. ეს სახელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ამ მიმართულებით არის ძალიან დიდი პოტენციალი, მოიხსენება ძალიან ბევრი საერთო აქვს ჩვენ ორ ქვეყანას და ვფიქრობ, რომ პირდაპირი რეისები მკვეთრად გაზრდის ტურისტების რაოდენობას, როგორც სერბეთიდან საქართველოს მიმართულებით, ასევე საქართველოდან სერბეთის მიმართულებით. მნიშვნელოვანია დავინახოთ, რამდენად არის ევროპა ღია ახალი კანდიდატი ქვეყნისთვის. ვცადეთ ჩვენი მეგობრებისთვის აგვეხსნა, რომ ამ პროცესში ვართ უკვე სამწუხაროდ 10 წელზე მეტია და ბოლო 3 წელში კარგი ხელვადი ნაბიჯების გადადგმა ვერ შევძელით. სრულად გვესმის საქართველოს სიტუაცია, რომელიც ასევე ძალიან ცდილობს. თუმცა სამწუხაროდ ევროკავშირი ბოლო რამდენიმე თვეში რაღაცნაირად დაიკარგა და ერთის მხრივ ტექნიკურად კანდიდატი ქვეყნისთვის მზად არის, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა არ იქნას მიღწეული პროგრესი. სწორედ ეს არის პრობლემა. მადლიერი ვართ ქართველი მეგობრების, ხალხი კვლავ ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. სერბეთში კი სამწუხაროდ ევროსკეპტიციზმი იზრდება იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ჩვენი სტრატეგიული გეგმა ევროკავშირში გაწევრიანებაა. უკვე მეორე დღეა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს მართავს სერბეთში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. ქართველი დეპუტატები ხვალ შეხვედრებს გამართავენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრთან. მადლობა, ანუკი ჩხიკვაძე საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში.